დასრულდება ყურადღებით უნდა ითამაშოს ორ მინუტ დაცვაში მორჩილაძე თამაშობს აქ ბურთზე როზი არ გამოვიდა კარიდან აქ საფათო შეიძლება ეს შეტევა გამოვიდეს მორჩილაძე ისევ და 11 მეტრია მისანიშანი არბიტრმა გამორბენი და ძალიან წნარად შეასრულა კანთარიამ გაიხსნა ანგარიში 1-0 მინიმალური სხვაობით დაწინაურდა მერანი აი ამ შეხვედრაში ხელებში მაღალი გადაცემა ამასობაში ტოგონიძე ვერ თამაშობს აქ ბურთზე და თოფურია ათანაბრებს ანგარიში 1-1-2 მოახერხა პირველივე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება 27 წუთისთვის დიღმელაშვილის გუნდი ბრუნდება თამაში და ძალიან კარგია რა თქმა უნდა დრო ჯერ დასრულებული დარჩენილია პირველი ტაიმს დასრულებოდა საკმაო რაოდენობის და მეორე ტაიმში თუ ასე დასრულდა პირველი ტაიმი რა თქმა უნდა კიდევ უფრო კარგი შანსები ექნება სტუმარ გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გრებლიშვილის გადაცემა გადის შემდეგ კანთარიას დატოვება გოგობერიშვილი ურტყამს და გაიტანა მეორე ბურთი აქ მერანმა 2-1 ისევ დაწინაურდა უკან გააკეთა კუპრეიშვილზე გადაცემა შემდეგ ქავთარაძის დარტყმა შუბითიძე თამაშობს ბურთზე სამუშია წაი ქავთარაძე როგორ შეასრულებს აი ამ პენალტს გამორბენი დარტყმა და კარგია ეს დარტყმა 2-2 ხდება ანგარიში გათანაბრდა ისევ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ იგებდა მერანი მაგრამ ორივეჯერ მოახერხა თამაში დაბრუნება და ნახოთ იქნებ გავიდეს წინ საერთოდ ორბი აი ამ შეხვედრაში თუნდაც პირველ ნახევარში ჯერ დრო მაინც არის დარჩენილი 38 წუთი მიმდინარეობს პირველი ნახევრის და კაცი წავიდა ბურთი ჩაწოდება იყო მე-15 ნომრისგან მაგრამ ძალიან საფათო გამოვიდა და მოახერხა ტოგონიძე მაინც ბურთზე თამაში აქვს ჩაწოდება დარტყმა და 3-2 ხდება ანგარიში გოლის ავტორი ამასობაში არის ბაბლუანი და გავიდა ორბი წინ ამ შეხვედრაში პირველად ძალიან რთულ შეხვედრას იგებენ აქ ორბის ფეხბურთელები პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა მერანი თავის შეხვედრას და ორივეჯერ მოახერხეს იღმელაშვილის ბიჭებმა ანგარიშის გათანაბრება და აგერ მეორე ტაიმში წინ გავიდა საერთოდ სტუმარი გუნდი აი ამ დაპირისპირებაში აი ასე რეკიშის საგოლე გადაცემა გამოდის და კარგი ჩაწოდებას მოჰყვა შემდეგ კარგი თავური და 3-2 რა კარგად დაარტყა ბაბლუანმა წელდება ბუღაძე მერანის შეტევა კანთარია შეინარჩუნა ბურთი პასიც გააკეთა მარცხენა ფლანგზე ანუბას მიმართულებით ანუბა ეს გადაცემა გადის ოღონდ თამაშგარი არ არის და გოლი გაიტანა გოგობერიშვილმა თა რა გოლი გაიტანა 3-3 ხდება ანგარიში მისაკ ნიშანი არბიტრმა და შესრულდება აი ეს ჯარიმა დარტყმა და